განათლება არის პრიორიტეტული და შესაბამისად ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას და პლატფორმას. მინისტრის მოადგილე და ის პროდუქტი, რომლის მონაწილეც თქვენ თანადგომისთვის, იმისთვის რომ დრო გამონახეთ და ჩვენ დაგასაკეთების სპორტი მოხდებას სპორტსავისი. უფროსი ძმაობეთ და მოდი რა და შეგი სამწუხაროდ გუნჩი ერთი ეს პირველი ნომერი იყო, ჩემმა დააკარგა მომდი კარგად ჩაატარდა ჩემი წინაპრები. ხმელა პარკეს ვერ და ის პერიოდში. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან დალია საქართველოს კანონმდებლობა პირველ რიგში გეოგრაფიული ასევე როგორც ყველა თავდაცვის სამინისტროსათვის განათლება არის პრიორიტეტული და შესაბამისად ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას და პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ. ეს არის დიდი შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავების და რაც მთავარია, საერთო ხედვის ჩამოყალიბების ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი გვაძლევს საშუალებას, რომ ერთმანეთთან გავცვალოთ ინფორმაცია, უფრო ინფორმირებულები ვიყოთ და ამავე დროს თვითონ დისკუსიები, რომელიც აქ იმართება ამ 5 დღის განმავლობაში, იმართებოდა და სტუმრები მათი რანგიდან გამომდინარე, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, გვაძლევს საშუალებას, რომ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს ვკითხოთ სხვადასხვა საკითხები და პირველი პირებისგან მივიღოთ ინფორმაცია, ბოლო ინფორმაცია თუ რა ხდება, რა ვითარება, საითკენ მივდივართ, რა მდგომარეობაში იმყოფება, რა გამოწვევების თუ ამ გამოწვევების გადალახვის პროცესში იმყოფება ქვეყანა. მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის უწყებებისთვის. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ვეცნობოდით ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს, ერთმანეთს გაუზიარეთ გამოცდილება, უკეთ გავეცანით ერთმანეთის სამუშაო დღის წესრიგს და გვყავდა ძალიან საინტერესო მომხსენებლები.